სანაია სტუდია დღის 4-ზე. ბევრად უფრო ამბიციური მგონია რომ არის და უფრო საინტერესო ჩვენ რაზე ვფიქრობთ ახლა ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ თავის დროზე როდესაც ჩვენ კოალიციაში გავერთიანდით ვიცოდით რის წინააღმდეგ ვერთიანდებით ეს იყო გამარჯვებისთვის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და მოვიგეთ ანუ ვფიქრობ რომ ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის მიზანი კიდევ ერთხელ 2016 წელს რა გამოწვევების წინააღმდეგ უნდა შევიკრიბოთ ჩვენ რაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და მე როგორ უნდა შევასრულოთ ეს პასუხისმგებლობა ამიტომ ვფიქრობ რომ ვიდრე ჯერ ამ მიზანზე არ ვართ ჩამოყალიბებული კარგად პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთთან. ეხლა კვოტებზე ლაპარაკი, ამბიციებზე, რომელიც არსებობს ობიექტურად და ჩვეულებრივი ამბავია. თქვენი კოალიციის შიგნით, ანუ ჩვენ ობიექტურად არსებობს, თუმცა ამ საკითხზე აი ესე კოალიციაში შემოვალ სუბიექტებს არ გვისაუბრია, მე მას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არ გვისაუბრია. მაგრამ მედიასთან მიდის საუბარი და ღია წერილები გამოქვეყნათ მათ შორის გაგახსენებთ ჯაჭვლიანის წერილს. კი, მესმის ძალიან კარგად, მე ხა ვერ ვილაპარაკებ ვინ ვის რა უპასუხა, ვინ ვის რა უთხრა, ვინ როგორ ხედავს. მოდით ეს კარგი იყო ეს მიზნებთან დაკავშირებით. მინდა რომ მიზანი გითხრათ, მე ვფიქრობ რომ ჩვენ მთავარი გამოწვევა რაც უნდა უთხრათ ხალხს. ხალხს მე უფრო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხალხს რა უნდა უთხრა, ჩემი მიზანი რა არის. ვიდრე ის თქვათ, ხა ვივაჭრო ერთი ადგილია ჩემი 5, 27 თუ 32, ან იმას უნდა კონდეს ჩემზე მეტი თუ უფრო ნაკლები. ამიტომ მგონია რომ ამ მიზნებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ კარგად, როდესაც ჩვენ დავჯდებით და დავიწყებთ ფიქრს სამომავლოდ, ისე ვიკრიბებით თუ არა, ისე მივდივართ თუ არა ერთად გამარჯვებისკენ და მორიგი გამარჯვებისკენ, იგივე შემადგენლობით ვიტოვებთ, ვიმატებთ ვინმეს, გვტოვებთ ვინმე თუ ასე შემდეგ. ჩემი მთავარი მიზანი მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მიზანი არჩევნების დღესთან დაკავშირებით რაც უნდა იყოს რევოლუციური არჩევნები და გულისხმობ შემდეგ რამეს. რომ ჩვენ პირველად ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს პირველად ვატარებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. და მე მაქვს იმედი, რომ ეს იქნება პირველი და საბოლოო გარდატეხა სამართლიანი გამჭვირვალე და თანასწორი არჩევნების ჩატარების, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით დღეს როგორც არის პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი პარლამენტში, ის შესაძლოა არ იყოს გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების განწყობის, მაგრამ ეს ახლა ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი, უკვე მეოთხე წელი დაიწყო. ამიტომ მგონია, რომ პირველი დღე, ანუ ჩვენი სამართლიანი და სწორი ნაბიჯების ეგ უნდა იყოს, რომ ჩვენ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. აი, გავჩერდეთ ამ პუნქტს. ერთი წუთი დავასრულებ და გავჩერდეთ ამ პუნქტზე. მე მაქვს ამბიცია, მე პირადად ანი მიროტაძეს მაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს რევოლუციური არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, რომ არ დადგეს საკითხი ლეგიტიმურია თუ არა ეს არჩევნები. თუ არ არის ეს არჩევნები. კი ბატონო, აი ეს არის ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ამბიცია, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია, ვიქნები თუ არა მე პარლამენტში. რა გააკეთეთ იმისთვის? რომ არ დადგეს ეს კითხვა, არის თუ არა. ეხლა მე თქვენ შემეკითხებით აუცილებლად დაუჭირეთ თუ არა მხარი პროპორციული სისტემა, მაჟორიტარული სისტემის ეს ერთი საკითხია, მაგრამ თლიანად საარჩევნო კოდექსის სიების მიმართულებით რა გააკეთეთ იმისთვის, რომ არ იყოს შესაძლებელი გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული რესურსი, გარემო გააუმჯობესეთ იმისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ფორუმი იყო ინიციატორი იმის, რომ ბიომეტრიული პარამეტრებით უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. შესაძლოა ეს ბიომეტრიული პარამეტრები სრულად და ბოლომდე არ არის ამოქმედებული, მაგრამ იმაჩნია, რომ გაყალბების და ასე შემდეგ 1000 მაქინაციის და ასე შემდეგ ერთ-ერთი წინაპირობა არის ბიომეტრიული სიები, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გაყალბება და თქვათ რაღაცების ჩატარება, რითაც არ ვიცი 1000 კარუსელი მარუსელი ტრიალებდა და ამაში დახელოვნებული ხალხი ჩვენ ვიცით რომ საქართველოში არსებობს. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ჩვენ იცით რომ რაღაც ცვლილებები შევიტანეთ ქონდა გარკვეული, მაგრამ რაღაც გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა და თუნდაც იგივე საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, იგივე დახურულებებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად ვიმსჯელებთ, ვინაიდან ინიცირებული არის უკვე, მაგრამ ჩვენგან არა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის ინიცირებული მათი ხედვა, ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა და რასაკვირველია, ეს პერიოდი უკვე საგაზაფხულო სესია გაიხსნება, იქნება და დაეთმობა ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც უკავშირდება სწორედ გაუმჯობესებას, რომ არ იყოს ეს ხარვეზი, რომელიც მისცემს ვინმეს იმის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული ხარვეზის გამოყენება მოხდეს. ანუ რევოლუციური არჩევნები იქნება ამბობთ, ანუ საგაზაფხულო სესიაზე რევოლუციურ ცვლილებებს
უნდა ველოდოთ, ანუ ასე უნდა გავიგოთ. მე მაქვს ამის ამბიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ რევოლუციურ არჩევნებამდე უნდა მივიდე საგაზაფხულო სესიაზე დაყენებული საკითხებით, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციის საკითხს. არის ამის პოლიტიკური ნება? ეროვნული ფორუმი ამისთვის არის მზად. ყოველთვის იყო ამისთვის მზად და აქვე მინდა დავამატო, არ ვიცი ხა ისე გამომდის, მაგრამ უნდა დავამატო, იმაჩნია რომ სწორია, როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობთ, რომ ის 50%-იანი ბარიერი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ანუ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ეს კოალიციის შემოტანილი და 50%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალი საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჩემი აზრით, ვინაიდან ამომრჩევლის არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 50%-მა პლუს 1-მა ეხმა მხარი დაგიჭიროს, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ კანდიდატს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კარგი მუშაობის და სწორად დაგეგმილი პოლიტიკური კამპანიის შემთხვევაში მოიპოვოს მანდატი. კი ბატონო, აი ნახეთ, ჩვენ ახლა გვისმენს სვენელი, თქვენ და მთელ ოპოზიციას, ვინც ახლა ხელისუფლებაშია და დანარჩენს, ვინც არ არის, არავის არ მოსწონდა ის საარჩევნო გარემო, რაც იყო 2012 წლამდე. არავის. დიახ. შეგიძლიათ მითხრათ, აი ბიომეტრიული პასპორტების გარდა, რა შეიცვალა? ისეთი, რომ ადამიანს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ არჩევნები არ გაყალბდება. არა, როგორ არ შეიცვალა, ბევრი რამე შეიცვალა, თუნდაც ეს 50%-იანი ბარიერი ხო თქვით, რომ ეს არის კარგი წინაპირობა. მე ვსაუბრობ გაყალბებას. კი, გავიგე. მე მგონია, რომ ბევრი მექანიზმი შევიმუშავეთ ჩვენ ხო ახალი, ბევრი რეგულაცია გქონდა ახალი ხა. ამ წუთში ძალიან გამიჭირდება კონკრეტულად რომელი რეგულაცია, მაგრამ თუ თქვენ მეუბნებით, რომ ხარვეზი არის და მეც გიდასტურებთ, მაგალითად საგარეჯომ გამოაჩინა ხარვეზი. მე ვფიქრობ, რომ ეს ხარვეზი სასწრაფოდ არის შესაძლებელი. ანუ რა უნდა უქნათ, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები დახურულ უბნებში. მე მიმაჩნია, რომ იქ უნდა მიმდინარეობდეს, აი ვთქვათ, ეხლა საგარეჯოში არ უნდა მისცეს ხმა, ვთქვათ, თბილისელმა, ან ვთქვათ, მცხეთელმა, ან სხვა წარმოშობით, ანუ რეგისტრირებული სადაც არის, იმის მიუხედავად, რომ მისი სამსახური იმ დროისთვის არის ვთქვათ, იმ კონკრეტულ ადგილზე, მაჟორიტარულ არჩევნებში მისი ხმა არ უნდა მიემატოს, ვთქვათ, იმ რაიონის მაჟორიტარის ხმას. თუმცა აქვე იმასაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ვინაიდან უკავშირდება დახურულნებს, უკავშირდება ძალებს, რომელიც რა თქმა უნდა იმ დღეს მუშაობენ, არჩევნების დროს პარალიზებული ვერ იქნება, ხო? ჩვენი უსაფრთხოება ვერ იქნება მიტოვებული. აქედან გამომდინარე, მოსაფიქრებელი არის ფორმები, რომელიც არავის არ დაუტოვებს იმის განცდას, რომ ეს ხმები შესაძლოა ჯიბეში ჩაიდოს ხელისუფლება. ამაზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. კი, და ვიდრე სხვა საკითხებზე გადავალთ, ახაც ვთქვათ, ადმინისტრაციულ რესურსზე, როდესაც საუბრობთ, ამის უკან ხშირად გულისხმობენ ბიუროკრატიაში დასაქმებულ ადამიანებს. თქვენ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოს ბიუროკრატია არის გაბერილი და კითხულობენ ამის ქვეშ მოტივსაც, რატომ შეიძლება იყოს ეს გაბერილი, იმიტომ რომ პარტიული აქტივი იყოს დასაქმებული, იმიტომ რომ არჩევნებზე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიყვანა გაცილებით ადვილია და არაზმულად მიყვანა. ეთანხმებით აი ამ მოსაზრებას, რაც ახლა ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, ანუ ამ ციფრის გაზრდას არ ვეთანხმები, თუმცა საფრთხეს იმის, რომ შესაძლოა ეს აქტივი აი ესე იმ დღეს მაინც და მაინც აღმოჩნდეს მათი ხმები სახელმწიფო ყულაბაში, რასაკვირველია ამის საშიშროება არსებობს. და ამის საშიშროება რომ არ არსებობდეს, სწორედ ამისთვის არის საჭირო ბევრი ინსტიტუციის გამართულად მუშაობა, სხვათა შორის ძალიან მაღალი კონტროლი დანარჩენი საზოგადოების მხრიდან. მაგალითად, იგივე არასამთავრობო სექტორის, იგივე მედიის, იგივე თვითონ სამოქალაქო საზოგადოების, რომ აი ასე არ მოხდეს და ვთქვათ, ზეწოლის ფაქტები როგორც კი იქნება და თვითონ ამ ადამიანებმაც, ვინც არის დასაქმებული, თუ ნებისმიერი ვთქვათ, ზეწოლის, ზეგავლენის გარკვეული მცდელობის შემთხვევაში უნდა განაცხადოს ამის შესახებ ხმა მაღლა, იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხებ ამის გაკონტროლებას. მე ძალიან არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს. ადამიანს უნდა კონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ეხლა თუ ის არის კარგი კადრი და პროფესიონალი, მისი პოლიტიკური გემოვნება როგორია, ეს ჩემი გასაკონტროლებელი არ უნდა იყოს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. მე თუ შევქმნის იპებს, სადაც დავასაქმებ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადავუხდი ხელფას, ისინი თუ კი ამას მოვინდომებ შემდეგ გარკვეულ ადმინისტრაციულ რესურსს ჩავრთავ, ადვილი შესაძლებელია რომ მივიყვანო საარჩევნო ყუთთან და სახელმწიფო ძალისთვის მივაცემინო ხმა, ხომ? შესაბამისად, ანუ საპარლამენტის მხრიდან უნდა იყოს პოზიცია, რომ ადმინისტრაციული რესურსი, ესე იგი, ადმინისტრაცია, ბიუროკრატია არის გაბერილი. დღეს საქართველოს პარლამენტი ამას არ ამბობს.
რომ ბიუროკრატია საქართველოში არის გაბერილი. არა, არ ვამბობ, აი აქ ვაცხადებ, რომ საფრთხე იმის, რომ აი ასეთ სიპებში დასაქმებული ადამიანებს არჩევნებზე მიყვანა და თქო სახელმწიფო კანდიდატისთვის ხარდაჭერის რისკი არის მაღალი, მოდი ესე დავარქვათ, მაგრამ გაბერილია ბიუროკრატია, არ ვიცი, არ მგონია რომ ეს ასეა, ვინაიდან მე ამის მონაცემები არ მაქვს. თქვენ თუ გაქვთ მონაცემები, მაშინ და 116,000 ადამიანია დასაქმებული. ოღონდ აქ არ გულისხმობ თვითმმართველობებში კიდე ცალკეა და იქ ცოტა რთულია კიდე დათვლა. ბიუროკრატია ძალიან მრავალრიცხოვანია. თუ მათ აქვთ განსაზღვრული ფუნქციები, მაშინ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ეს არის გაბერილი ციფრები. ჩვენ ხო არ ვიცით, მაშინ უნდა ვთქვათ რომ აი ამას ეს ფუნქცია არ აქვს და შესაბამისად დამატებული არის სწორედ საარჩევნო რესურსისთვის. რაშიც მე ეჭვი მეპარება რომ ეს ასე. კარგით, გადავიდეთ სხვა საკითხზე. სხვა საკითხი არა, თქვენ ერთი მიზანი დასახეთ, თქვით რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, რომელიც აღარ გააჩენ შეკითხვას. აი ხო, სხვა მიზნებზე მინდა გითხო. რომელზეც მე მინდა ვესაუბრო ჩემი კოალიციის წევრებს, იმიტომ რომ ისინი ჩემი პარტნიორები არიან, მე მათთან ერთად უნდა ავიღო კიდე 4 წელზე პასუხისმგებლობა და რასაკვირველია, ზუსტად უნდა ვიცოდე, რაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. მათ შორის არის, თქვათ, ის გამოწვევები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნა, ან იქნება, ან გვაქვს უკვე ვარაუდები, რომ იქნება ჩვენი ქვეყნის წინაშე პრობლემები ძირითადად და ეს არ ეხება მხოლოდ შიდა პრობლემებს, არის საგარეო გამოწვევები, ხო? ძალიან ბევრი კითხვა და საკითხი არის, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანას უნდა ქონდეს თავის პოზიცია. მაგალითად, ეს არის როგორი არის ჩვენი კურსი, თქვათ, როგორ უყურებთ ამ რეგიონში მიმდინარე პრობლემებს, როგორი არის ჩვენი ხედვები საქართველოს ფუნქციასთან და როლთან დაკავშირებით. ეს საკითხი არ გაქვთ აქამდე გარკვეული, ამბობს კოალიციის ყველა ხელმძღვანელი, როგორი არის საგარეო კურსი. არა, რასაკვირველია, გარკვეულია, მაგრამ მე სწორედ ამას ვამბობ, რომ მე როდესაც დავждები კიდევ ერთხელ მოვაწერთ ხელს, ანუ ეროვნული ფორუმი კიდევ ერთხელ რომ მოვაწერთ ხელს, რომ 4 წლის განმავლობაში ისევ ამ ხალხთან ერთად, ამ სუბიექტებთან ერთად მივდივარ აი ამ პრობლემების მოგვარებაზე, მე კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბრო ამ საკითხზე, ისევე როგორც თქვათ შიდა გამოწვევებზე. ხა მე თქვენ გეტყვით, მე რა მიმაჩნია, რომ ძირითადი გამოწვევა რა არის, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სასამართლოში დავიწყეთ რეფორმა და ბევრი რამდენიმე ტალღისგან შედგება ეს რეფორმა, მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა, ხა თქვენ მეტყვით არ არის ეკონომიკაო, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეკონომიკაც არის ეკონომიკას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მკითხოთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ეკონომიკა თუ სასამართლო, მე გეტყვით, რომ სასამართლო. მაშიც არის ერთმანეთი. მაშინ არის, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ახლა ამ ეტაპზე, რომ ეს პროცესი წავიდეს სწორად. რაც მიმდინარეობს სასამართლოში, ვინაიდან თუ სასამართლოში იქნება ქაოსი, ეს ნიშნავს იმას, რომ არ იქნება განცდა ქვეყანაში სამართლიანობის, მოქალაქეებს არ ექნებათ კანონიერების, სამართლიანობის იმედი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ ექნებათ ნდობა საკუთარი სახელმწიფოსი. ამიტომ გონია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა. კი, თქვენ ახლა აქცენტს აკეთებთ მურუსიძის ამბავზე, მაგრამ მხოლოდ მურუსიძე არ არის. სწორედ ეს მინდა გითხრათ, მარტო მურუსიძის საკითხი არ არის. იყოს და ერთი ანათი მურუსიძე. ანუ რა არ მოგწონთ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში? ის ხომ არა, რომ წაიკითხეთ ამ ყველაფერს უკან, რაც მურუსიძესთან დაკავშირებით ხდებოდა, რომ მართველი გუნდი ცდილობს კონტროლის მოპოვებას და ხშირ შემთხვევაში მოახერხა კიდეც ამის განხორციელება სასამართლოში. არა, ეს მაშინ რაშია პრობლემა? მე წავიკითხე უფრო მეტი პრობლემა. შეიძლება ესიც იყოს შემადგენელი ნაწილი, მე ამაზე ვერ დავიწყებ, ახლა მტკიცებას თქვა ვიღაცა შეიძლება კონდეს ამის ცდუნება, მაგრამ ძალიან ცუდია ვისაც აქვს. ძალიან ცუდია მისთვის, იმიტომ რომ არაფერი არ იმალება ამ ქვეყანაში, ეს ერთი საკითხი. მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი, რაც დავინახე მე, არის გარკვეული ადამიანების, ან ჯგუფების, ან პირთა გარედან მართული პროცესი. ესე დავინახე, შესაძლოა მე ვცდები, მაგრამ რა ვიცი, როგორც წესი არ ვცდები ხოლმე ასეთ შემთხვევაში, არის გარკვეული მცდელობა იმის, რომ სასამართლო სისტემაში იყოს ქაოსი. ეს ვისაც გარედან მართული რას გულისხმობ? ქაოსში რას გულისხმობ თუ კაცრავად? რომ თვითონ სასამართლო სისტემაში იყოს ქაოსი, იყოს დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთთან, მოსამართლეებს კონდეთ თავიანთი პრეტენზიები, ხა ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის მართლა იმ ადამიანების პრეტენზიები და სულაც არ ნიშნავს ეს ხარ იმეზე ზეწოლაზე გავლენას, რომლებიც აი წლების განმავლობაში არც ერთი გამომართლებელი განაჩენი გამოტანილი არ აქვს. არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ გამოუშვიათ სასამართლოდან გამომართლებელი განაჩენით ხელში და მათ აქვს პრეტენზიები. და ძალიან მიკურს თქვენს ხელისუფლებას სწორედ ამაში ზდებენ ბრალს, რომ
ამ მოსამართლეთა კორპუსში შევიდა გარიგებაში, კორპუსთან შევიდა გარიგებაშიო. ამას ფაქტები სჭირდება, თუ ფაქტები არ არის ძალიან რთული, ეგრე შეიძლება ყველა დავადანაშაულოთ. დაშვების უფლება გვაქვს, მითხარით ფაქტი. თქვენი კოალიციის მიერ, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ხმა მისცეს მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში გამწესებას იმ მოსამართლის, რომელიც თქვენ არ მოგწონთ. თქვენ კონკრეტულად. რეაქცია იცით ამ საკითხზე, მაგრამ გაოგნებული. თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ეს უმრავლესობის ყველა ვარიანტში. რა თქმა უნდა. ესე იგი, აი ეს არის ფაქტი, რომელზე მსჯელობისას მოქალაქე შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ ქართული ოცნების კოალიციის სურვილი იყო, რომ მურუსიძე ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მოსამართლე. ასე გამოდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენია, თუ თქვენ მიერ წარდგენილი კანდიდატები მას მხარს უჭერენ, ესე იგი, ეს თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. აი ზუსტად ამას, როდესაც მე გამოვთქვი ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ეს განმარტე, რომ მე ამ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვგრძნობ, თუმცა რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ გავიაზრებდი, ვერასოდეს, რომ ეს ადამიანები მანდატს მისცემდნენ მურუსიძეს. წარმოუდგენელი იყო ვინმეს რომ მეთქვა წინასწარ, ნუ ძალიან სერიოზულ ხუმრობად ჩავთვლიდი. მართლა ვამბობ ამას სრული გულწრფელობით და რა თქმა უნდა მე ამ პასუხისმგებლობას გრძნობ და აქვე დავამატებ. მარტო პასუხისმგებლობას გრძნობ, ეს ისეთი თემაა. სიტყვა და დამთავრდა. მგონია რომ რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი, რომ მოქალაქეებს სწორედ ამის განცდა არ კონდეს. მაგრამ მარტო მე რას ვფიქრობ ამაზე, ეს არ გამოდგება. შესაბამისად მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან დავასრულებ. შესაბამისად მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ეს კითხვა დასმული მაქვს. რა ვშვებით ასეთ შემთხვევაში, ხომ არ დადგა დრო იმის, რომ ვიფიქროთ აი ეს იუსტიციის საბჭო ამ ფორმით უნდა არსებობდეს, რამე უნდა შევიტანოთ ცვლილება, რამე ახალი მექანიზმი არის მოსაფიქრებელი თუ როგორ არის, იმიტომ რომ მე არ მინდა ნამდვილად არ მინდა მე ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ჩემზე ფიქრობდნენ რომ რაღაც ფორმით მონაწილეობა მაქვს მიღებული იმ ადამიანის კვლავ მოსამართლედ გამწესებაში და იმ უსამართლობაში რომელიც იყო თავის დროზე სანდრო გირგვლიანის მოსამართლე არ მინდა რა თქმა უნდა არაფერი არ ღირს ამათ და მე ძალიან ბევრი ვიცი ჩემს პოლიტიკურ გუნდში ხა არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ ძალიან ბევრია ვინც ფიქრობს ჩემნაირად ამიტომ ეს იმ დროს დაემთხვა ჩვენ ვერ მოვახერხეთ შეკრება თქვენ იცით რომ ეხა ეს რაღაც გარკვეული დრო საგაზაფხულო სესია ვიდრე არ დაწყებულა არ გქონდა მაინც ეხა შეკრების შესაძლებლობა თუმცა კიდევ ერთხელ მე აუცილებლად უნდა ვთქვა ამის შესახებ ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა არის რომ ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად მოგვიწევს კონსულტაციები ერთმანეთთან. მათი აი ამ კანდიდატების დასაბუთება ხო თქვენ ხომ წაიკითხეთ, ანუ ვინც ხმა მისცა ლევან მურუსიძეს ვინც ხარი დაუჭირა. დამაჯერებელი მოგეჩვენათ იქ არა, ანუ რა შეიძლება დავასკვნოთ, რომ რატომ უნდა ისინი არ იყვნენ ამ მოსამართლეების მიმართ? ჯერ უნდა გავარკვიო. მე არ მომისმენია რომ ეს ადამიანები მანამდე დადებითად იყვნენ განწყობილი მოსამართლეთა ამ კორპუსის მიმართ. მაგრამ უცებ იღებენ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვკითხულობთ შემდეგ განცხადებას რომელიც თქვენთვისაც არ არის დამაჯერებელი ანუ აჩენს ძალიან სერიოზულ შეკითხვას ხომ არ იყო პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება რომელიც აისახა ამ ადამიანების ხმის მიცემაში თქვენი კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია მე რომ ამაზე გიპასუხოთ რომ დიახ მე ასე ვფიქრობ მე მჭირდება ფაქტების გარეშე მე ამაზე ვერ ვისაუბრებ ვიდრე ფაქტებამდე მივალ მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემს პოლიტიკურ გუნდში ვსაუბრობ რა საკურველია ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გაგიმეოროთ, რომ არ არის ეს დამაჯერებელი. და ჩემთვის არ არის არგუმენტი მურუსიძე რომ არის თურმე რომ წარმოადგენს ავტორიტეტს იმ მოსამართლეებში, რომელსაც არასოდეს არ გამოუტანიათ გამომართლებელი განაჩენი. არ არის ეს არგუმენტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ არის პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს ჩემი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკის კამდე, არის სწორედ ეს სასამართლო სისტემა. ვაშენებთ, ჩვენ ხო მივხვდით, რომ საბოლოოდ ხო დავწმუნდით, რომ ის სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლო სისტემა მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის დროს, აი ყველაფერი იმ ხელისუფლებამ გააკეთა, რომ ეს სისტემა რაღაც წარმონაქმნად ექცია, რომელიც რაღაცა საოცრებებს ჩადიოდა. და ეხლა წაგრძელებს. ქალბატონოვანი, აი არჩევნებამდე ძალიან აქტიური იყო ფორუმი ძალიან სატელევიზიო ეთერში ამ მომრჩეველთან შეხვედრაზე ასე შემდეგ ძალიან აქტიური იყო ახლა თქვენ 3 წლის თავზე რაც ხელისუფლებაში ხართ საყვედურებენ მათ შორის აი ის ადამიანები ვინც თქვენ ხმა მოგცათ რომ თქვენ არ ახართ ისეთი აქტიური რომ გუბა სანიკიძე აღარ არის ისეთი აქტიური როგორიც მანამდე იყო თუმცა ბოლოს ქონდა გამოსვლა ძალიან საინტერესო გამოსვლა პარლამენტში რამ განაპირობა ეს და ხედავთ თუ არა თქვენ თვითონვე ხართ თუ არა თვით კრიტიკულები რომ არ ახართ ისეთი აქტიურები, როგორცაც თქვენგან მოელოდა კონკრეტულად თქვენი ამორჩეველი, აი ვინც
ფორუმს უჭერს მხარს, ვისაც გუბას სანიკიძე მოსწონდა როგორც პოლიტიკოსი, ვინც თქვენ მოგცათ ხმა. მე ვიცი რომ გუბას სანიკიძეს და არა მხოლოდ გუბას სანიკიძეს ეროვნულ ფორუმს, რა თქმა უნდა, თავისი ამორჩეველი ელოდება რა სიტყვის, ხო? და არა მხოლოდ მისი ამორჩეველი. როდესაც თქვენ ამ კითხვას მისვამთ, მე გეტყვით რომ ამ კითხვაში ბევრი რამე მოჩანს, თქვათ. ანუ მე რომ ელოდება, ესე კი ჩემი სიტყვა მისთვის მნიშვნელოვანია, რასაკვირველია მე ჩემს ამორჩეველს უნდა უთხრა ამ 3 წლის განმავლობაში, რატო არ ვიყავი ისევ აქტიური, როდესაც მე მასთან ივალ ისევ და მომიწევს მისვლა აუცილებლად. და გექნება რთული საუბარი სავარაუდოდ თქვენს ამორჩეველთან. რა თქმა უნდა, ჩვენს ამორჩეველთან გვექნება საუბარი, ალბათ რთული საუბარი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდება აუხსნათ ჩვენს ამორჩეველს და არა მხოლოდ ჩვენს ამორჩეველს, ზოგადად ქვეყნის მოსახლეობას, ვთქვათ, რატომ არ აქტიურობდა განსაკუთრებულად ეროვნული ფორუმი. ახლა თუ იმას გონია რომ დაეზარა ვინმე სატელევიზიო ეთერებში ჯდომა, ეგრე ასე ნამდვილად არ არის. ახლა პირადად მე ვფიქრობ რომ ამ გამონაკლისი ვარ, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან ხშირად ჩარნვარ ეთერში. რაც შეეხება იმას მუშაობს თუ არა ფორუმი მუშაობს. თქვენ იცით რომ ჩვენ არ ვიცი ხა პარტიას საკუთარ გამართული პარტია გვაქვს სტრუქტურულად. მაგრამ მეთანხმებით იმაში რომ პასიური იყო ეს გუნდი. არა, არ გეთანხმებით ამაში, ვინაიდან ეს იყო ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, ვინაიდან რადგან ხარ ხელისუფლებაში, ხშირ შემთხვევაში, ბევრად მარტივი არის, როდესაც ხარ ოპოზიციაში ისაუბრო პრობლემებზე, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ცდილობ ეს პრობლემები მოაგვარო და ხელი შეუწყო ამ პრობლემების მოგვარებას. თუ ხედავ რომ უკვე გამოსავალი არ არის, უკვე გზა აღარ დარჩა პრობლემის მოგვარების, მაშინ გამოდიხარ და უხმობ საზოგადოებას. ამიტომ ბევრი დრო არ გვაქვს. ბევრი დრო არ გვაქვს და მინდა აუცილებლად ეს შეკითხვა მოვასწრო 9 თვე დარჩა არჩევნებამდე და ხართ თუ არა აბსოლუტურად დარწმუნებული. კი ჩამოთვალეთ ახლა საკითხები, რომელიც კოალიციაში უნდა განიხილოთ და ალბათ საბოლოოდ ეკონომიკაც იქნება მათ შორის, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ალბათ მე უფრო ჩამოყალიბებული იქნებით თქვენს პოზიციებში, თქვათ, იქნებით ამ კოალიციაში საბოლოოდ თუ არ იქნებით, მაგრამ დღეს 9 თვით ადრე არჩევნებამდე იცით თუ არა დაზუსტებით, რომ თქვენ კოალიციურ შემადგენლობაში გახვალთ არჩევნებზე. თუ ვინმე გეტყვით ჩვენი კოალიცია 5-ვე სუბიექტიდან რომ დღეს აი 9 თვის ადრე დარწმუნებული ამაში, ვიდრე ვთქვათ კიდევ ერთხელ აი ამ მაგიდასთან არ გაგვიხილავს ეს საკითხები, მგონია რომ არ ექნება სწორი, ვინაიდან მიმაჩნია რომ ხელისუფლებაში დარჩენა და კიდე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას ატარებს შენი ქვეყნის და შენი მოქალაქეების წინაშე. ამიტომ ეხა თუ ისეთი საკითხი იქნება, რომელზეც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია იქნება ჩვენი დანარჩენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამ წუთში არ არის, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ ამას, რომ არ გაჩნდეს კითხვები, რომელიც ამ წუთში არ არის, მაგრამ თუ იქნება ასეთ დროს ჩვენ რასაკვირველია ვერ წავალთ რაღაც ისეთ თემაზე, რომელიც თქვათ ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასეთი ამ დროს არ არის. ამ წუთში ასეთი არ არის. ამიტომ ამ მონაცემებით, აი დღევანდელი მონაცემებით, მე არ მაქვს არც ერთი საფუძველი გითხრათ, რომ ჩვენ ვტოვებთ კოალიციას. არც ერთი. მაგრამ ის რომ აუცილებლად იქნება ფორუმი კოალიციაში, ამას ვერ გეუბნებით, ისევე როგორც არც ერთ სუბიექტი არ ვარ დარწმუნებული იქნებიან. აი ჩვენ ხომ დავიცავით ეს თანმიმდევრობა, მართლა ამოიწურა ჩვენი დრო, მაგრამ ამას კითხავ თანმიმდევრობა საკითხების მნიშვნელობისა და მე გეთანხმები თქვენ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რაზეც ვისაუბრეთ და აი ბოლოს ამაზე მინდა გითხოთ მაინც კოტებზე. სულ ბოლოს. დიახ, კი ბატონო, ვისაუბროთ კოტებზეც. ყველა პარტიას ალბათ თავისთვის განსაზღვრული აქვს, თქვათ რა ამბიცია შეიძლება კონდეს დეპუტაციის რაოდენობასთან დაკავშირებით, ან მინისტრთა კაბინეტში პორტფელებთან დაკავშირებით, ხო? დიახ. ფორუმის მინიმუმი რა შეიძლება იყოს, რომ არ ვილაპარაკებ არც ერთ ციფრს არ ვიტყვი, არც მინიმუმზე, არც მაქსიმუმზე. ფრაქციის ამბიცია გაქვთ. ფრაქცია გვაქვს ისედაც ახლა. არა, მომავალ არჩევნებში. არის ეს ფრაქცია და ვფიქრობ, რომ ნორმალურად იმუშავა ფრაქცია ამაზე, რომ ახლა ის რომ იქ რომელიმე წევრი კარგად არ მუშაობდა, ამაზე ვერ ვიტყვი, რომ ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა და მიმაჩნია, რომ ყველამ კარგად შეასრულა თავისი ფუნქცია, მათ შორის გუბას სანიკიძე მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იმუშავა, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებით, აუცილებლად ისაუბრებს ის ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ არ ვისაუბრებ ერთი პრინციპულად არ ვისაუბრებ და გეტყვით რატომ. ამბიცია აქვს ყველა პარტიას. უბრალოდ პრობლემა იცით რაშია, ზოგიერთი პარტიის, არც ერთ პარტიაზე ხარ ამაქვს. კარგი, ნუ დაასახელეთ ესე გითხრათ. არც ვასახელებთ, არც გულისხმობ. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე საქართველოში არის 300-მდე პარტია და ხა ხვდებით რამდენი ამბიცია არის. მე ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ ჩვენი ამბიცია თანხვედრილი უნდა იყოს ჩვენ შესაძლებლობებთან და რესურსთან. ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი რესურსი და შესაძლებლობები. ამიტომ ამას ციფრებში ხარ ნამდვილად არ ვილაპარაკ. გასაგებია, კარგი, დრო გვაჩვენებს ამ ყველაფერს ბუნებრივია. დიდი მადლობა, ანი მიროდაძე იყო ჩვენი სტუმარი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. მე ვახოსანაია ვარ.
Arnaya სტუდია დღის 4-ზე.